მოგესალმებით. წინა ვიდეოში მანქანა ავამოძრავით, მაგრამ დღეს ბევრად საინტერესო სიახლეებით გიბრუნდებით. პირველ რიგში თამაში დავამატებთ ღიათის ჯოჯო ხეთუხას. შემდეგ ფარებს, რომ გამოძრავებისას ვინმე არ დაგვეჯახოს. და რაც თავარია, ყველა 17 წლის ბიჭის ოცნებას, მართვის მოწმობას, რომლის გარეშეც ამ თამაშიც კი ვერ შეძლებს მოძრაობას. ამიტომ მოკალათით კომფორტულად და დავიწყოთ. ძალიან კარგი. მოდი ახლა პირველ რიგში შევქმნათ ახალი C# სკრიპტი, რომლის საშუალებით შეგვეძლოს ზრავის ხმის კონტროლი. რადგან კოდი უკვე დაწერილია, მოვძებნი შესაბამის ზრავის ხმას, გადმოვწერ და დავამატებ თამაში. ის ზრავის ხმა ხო გახსოვთ, აგი რამდენიმე წუთის წინ რო გადმოვწერეთ. ავიღე ეგ, წამოვიღე აუდიოლის ენერგიას, ჩავაგდე და გავსტარტე თამაში. არა, იმენათენა, როგორც გიორგი სარიშვილი იყო და იმენა სატანა მიბაზრება კაპოტი. კარგი, რადგან ზრავის ხმის გაკეთებას უკვე მოვჭით და თან ისეთი ხმა აქვს, რომ შეიძლება მეზობლებმა გვიჩილონ, დავანებოთ თავი ამ ზრავის ხმას და გავაკეთოთ უკანა განათების ფარები, რომ გამოძრავებისას ვინმე უკრიდან არ დაგვეჯახოს. ხო, ამ ვიდეოში ცოტა სპოილერებს ხედავთ, ახლა რაც შეგვიძლია ნაწილში მოგენახოთ. მაგრამ რადგან ის ვიდეო წამეშალა სადაც ჩანს უკანა ფარებს როგორ ტესტავდი, გავუყო ახლა ეს ახლა დაქტოვებთ და ჩავსვი ეს კადრები. ზუსტად ასე მუშაობს უკანა განათების ფარები. ხო, აი სანამ მე მეორე სცენაში მანქანის კოდებს ვწერდი და რაღაცებს ჩაჩვევდი მანქანაზე, მანამდე ჩემ მეგობარს უკვე დაუწერა მოთამაშის კოდი და როგორც ხედავთ, ერთი კონტროლი შეგვიძლია როგორც მოთამაშის მართვა, ასევე მანქანისაც. ამიტომ ეს რო გამოვასწოროთ, ახლა GitHub-ზე ერთ მარტივ კოდს მოვაკოპირებ, ჩავაგდებ მანქანის კოდში და შეგვიძლია მანქანის ჩაჯდომა და გადმოსვლა. ესეც ასე. ახლა მანქანასთან ახლოს თუ მივვალთ და დავაწვევით ISO-ს, შეგვიძლია მანქანის ჩაჯდომა. და ანალოგიურად, როდესაც დავაწვევით ISO-ს, გადმოვალთ უკან. და აი როგორც იქნა, მოვედით ყველაზე საძულო ნაწილზე. მართვის მოწვევის გამოცდა. ოღონდ მშვიდად არ ენერვიულოთ. აქ არ მოგიწევთ არც ქალაქის გამოსის ჩაბარება და არც მოედანი. იქნება მხოლოდ 10 კითხვა. თუ ამ 10 კითხვიდან 8-ს მაინც უპასუხებთ სწორად, მართვის მოწვევას გაიქანებთ ჯიბეში, თუ არა და გახვალთ თავიდან და ჩააბარეთ. ან იმდენჯერ გახვალთ თავიდან, სანამ არ ჩააბარეთ. და კითხვებით, რა თქმა უნდა, არ იქნება რეალური მართვის მოწვევის გამოცდიდან. იქნება რაღაც სისულელება, როგორცაც ახლა ხედავთ ეკრანზე. რომ მარტივად გასცეთ პასუხი რა. მე მგონი დღეისათვის სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით ახლა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. თუ არ დამეზარება დაედითება და დადება.